მეგობარი აქტის შესახებ საუბარს განვაგრძობთ ახლა ჩვენ სტუმართან ერთად ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის центრის დირექტორია, ჩვენი სტუმარი საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. მადლობთ მოწვევისთვის. დავიწყოთ ჩვენი საუბარი მეგობარ აქტზე და მაყურებელს აქვე ვეტყვი, რომ ორ დიდ თემაზე ვისაუბრებთ. ეს არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები და ასევე უკრაინის თემა, მინერალების შეთანხმება. მეგობარი აქტი უკვე ითქვა, რომ მომდევნო კვირას იქნება კენჭისყრაზე წარმომადგენელთა პალატაში და ეს რაღაცნაირად მოხდა იმის შემდეგ, არ ვიცი, დამთხვევა თუ არა ამ თემის გახმაურება, რაც ივანიშვილის დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში. და ვხედავთ ერთი მხრივ დავითაშვილის განცხადებებს, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს თითქოს ყველაფერი კარგათაა შეერთებული შტატების მიმართულებით, მაგრამ მეორე მხრივ ტრამპს თხოვს მაინც ქართული ოცნება, რომ deep state-ი დაამარცხოს და შემდეგ უკვე საქართველოსთან დაკავშირებით შემდეგ ისაუბროს. ეს მეგობარი აქტი თქვენი აზრით გავა დამტკიცდება ამ კენჭისყრაზე, როგორ ფიქრობთ? საღამომშვიდობის, საინტერესო პროცესების და მოვლენების მომსწრებად ბოლო დღეების განმავლობაში და სიმართლე გითხრათ, მე არ მქონდა მოლოდინი იმის, რომ დავითაშვილის ვიზიტი რაიმე ფორმით წარმატებული იქნებოდა. ყველაფრის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ შემხედრის დონე დაწეული იყო, იმის გათვალისწინებით, რა წინსწრები საუბრები არსებობდა, იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი დანიგანის შეხვედრის შემდეგ არანაირ პროგრესის შესახებ ჩვენ არ გვსმენია. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც რაღაც მეტ სივრცეს ველოდი და არ ველოდი იმას, რომ ასე სწრაფად მოყვებოდა მეგობარი აქტის შესახებ განახლების პროცესი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქამდეც საუბარი იყო, რომ თითქოს რაღაც ვადით გადაიწია და ამან დიპლომატიური სივრცე გააჩინა იმისთვის, რომ ვთქვათ, ივანიშვილი ვიცით, რომ ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა იმისთვის, რომ იქ თავისი წარმომადგენლები წარეგზავნა, მთელი რიგი ლობისტები იყვნენ ჩართული იმაში, ბევრი ფული დაიხარჯა იმაში, რომ ვაშინგტონთან რაიმე ტიპის დიალოგი შემდგარიყო და ეს სივრცე, ვთქვათ, დიპლომატიურად იმისოთ ათვისებული იყო, რომ მინიმუმ მეგობარი აქტის განხილვა კიდევ ცოტა დროში გაწელილი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვნახეთ პირიქით. დიახ, ჩვენ კი ვთქვით, აი ერთ დაზუსტებას გავაკეთებ, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა, თუმცა თუ ამ შეხვედრებს დავაკვირდებით, ის ძირითადად იყო ნიუ-იორკში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები, ფინანსური ორგანიზაციებია თავმოყრილი, ეს უბრალოდ დაზუსტებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩემი აზრით. მათ შორის დიპლომატიური განაცხადია ისიც, რომ ეს არ იყო ორმხრივი შეხვედრების ფორმატი, ანუ ეს არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა იმ ფორმით, როგორცაც სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს, ეს არ იყო ვიზიტი ვაშინგტონში როგორც ასეთი, მაგრამ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ვაშინგტონის წარმომადგენელთან შეხვედრა, სადაც მათ შორის მე ვფიქრობ დავითაშვილის განმარტებებიდან თუ შეფასებებიდანაც ჩანს, რომ საუბარი წარიმართა საკმაოდ კრიტიკულ ფორმატში და არსებითი განახლება მოცემულობის ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ არ მომხდარა, ანუ ლეგიტიმაციის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას, სანქციების საკითხი კვლავ მოქმედია და დღის წესრიგში დგას, უფრო მეტი შემდეგ ეტაპზე გადადის. რამდენად მეგობარი აქტის კენჭისყრა, ანუ რამდენად საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება მიღების პროცესი ან რა ვადით გადახალისდება, ეს ჩვენ არ ვიცით, სპეკულაციური იქნება, მაგრამ განწყობა იკვეთება. ჩანს ვაშინგტონის პოზიცია ცალსახა ამ წუთას ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით და ეს პოზიცია გულისხმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი პოლიტიკური, სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესები დერეფნის მიმართ ძალაში რჩება, შესაბამისად აინტერესებს დერეფნის უსაფრთხოება და ყველა ის საკითხი, რომელიც მანამდე დღის წესრიგში იყო, მათ შორის ჩინური ინტერესების გაძლიერების საკითხი და ანაკლიის სპორტის საკითხი, რომელიც არამხოლოდ ამერიკის წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება იყო, არამედ პირდაპირ ჩინური ინტერესების სასარგებლოდ. კი ბატონო, კაბადონი ნინო, აი ურთიერთობებს, რომელსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ვერ დავარქმევთ რაღაც ორმხრივ ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. არის იმ ფორმატში, რაც ახლა თქვენ ახსენით კარგად. ეს როდემდე შეიძლება დარჩეს აი ამ დონეზე. რა არის საჭირო იმისთვის, რომ აიწიოს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის დონეზე შეერთებულ შტატებში, შეიძლება ცოტა უფრო ქვემოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხმდება პრეზიდენტთან.
ჯამში. ამიტომ მოსალოდნელი არის თუ არა ასეთი რამ. გადაწყვეტაში გულისხმობ იმას, ან ისე ან ასე, ხომ, ამ არალეგიტიმური რეჟიმი მართავს ქვეყანას. მოდი განსაზღვროთ, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ამ არალეგიტიმურ რეჟიმთან. ან არის მეორე ვარიანტი, ცუდი, ასე ვთქვათ. მოდი რაღაცნაირად გადავტვირთოთ ისე, რომ თან ეს რეჟიმი რჩება, მაგრამ თან რაღაც დათმობებზე მიდის. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ურთიერთობებში პოლიტიკურმა დონემ აიწიოს, ან დიპლომატიურმა დონემ აიწიოს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც ფუნდამენტურ დემოკრატიას საქართველოსთან ურთიერთობაში საფუძველი ჭირდება. ეს საფუძველი თავისთავად ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს ისტორიული სტრატეგიული მეგობრობა და პარტნიორობა და ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი რეგიონში და საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ მას ჭირდება წინაპირობა იმისთვის, რომ დონე აწიოს და ეს წინაპირობა უნდა იყოს რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია ამ რეჟიმის რაღაც ფორმით. როგორც თქვენ ბრძანეთ, არსებობს ფორმები, როდესაც დემოკრატიები ავტორიტარულ რეჟიმებთან, დიქტატურებთან, ნახევრად დემოკრატიებთან დიალოგის ფორმატში ურთიერთობენ, სწორედ იმიტომ, რომ სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებთ და ასევე სახალხო ინტერესი შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ის არის ძალიან შეზღუდულ ჩარჩოში და ძალიან კონკრეტულ მიმართულებებს ეხება, მაგრამ არასდროს არ გადადის სტრატეგიული თანამშრომლობა არაშიც ვლინდება იმ დონეზე. არასდროს არ გადადის დიპლომატიური ურთიერთობების შესაბამის ტერორიზმის საკითხი იქნება თუ რა, აქ შეიძლება ითანამშრომლონ სპეცსამსახურებმა მაგალითად და რაღაც მსგავსი საკითხები, მაგრამ არა. კი ბატონო, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება კაცრად დააყენოს საკითხი, თქვათ, დერეფნის უსაფრთხოების, ნარკოტრაფიკინგის გაკონტროლების, რომელიც თქვათ დე-ფაქტო რეჟიმმა უნდა განახორციელოს. კი ბატონო, ერთი საკითხი ამაზე და შემდეგ გადავიდეთ უკრაინაზე. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ურთიერთობებია, თქვათ, არ ვიცით, გაურკვევლობა, ასე ვთქვათ, დიდწილად მაინც კეთდება განცხადებები, ხომ? ეს იქნება ჰელსინკის კომისიიდან, მაგალითად ჯო უილსონი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს და აქვს ახლო ურთიერთობები პრეზიდენტ ტრამპთან. ეს განცხადებები უნდა განვიხილოთ მაინც რაღაც ჰელსინკის კომისიის კონტექსტში ან პირად ინიციატივებად, თუ ის ასახავს გარკვეულწილად ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ. ჩვენ ამ ეტაპზე ალბათ უნდა განვიხილოთ როგორც ინდივიდუალური განაცხადი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუციონალიზირებულ საგარეო პოლიტიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ამიტომ იქ მხოლოდ პერსონალიებამდე საკითხის დაყვანა, როდესაც ასეთ პრინციპულ საკითხს ეხება თემა შეუძლებელი იქნება, მაგრამ ასევე შეგვიძლია საკმაოდ მყარად ვივარაუდოთ, რომ ეს არის პრინციპული პოლიტიკა დღეს ოფიციალური ვაშინგტონის. იმიტომ რომ არც თქვათ გამაქარწყლებელი ნაბიჯები არ იდგმება, არც განცხადებები არ კეთდება და არც არაფერი, არც ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება საიმისოდ განიმარტოს, რომ არსებული პოლიტიკის გადახედვა იგეგმება და არსებული პოლიტიკა არის, რომ რეჟიმი არის არალეგიტიმური, რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის საფუძველი არ არსებობს, არაფერი მომხდარა, წინაპირობები არ შეცვლილა, ამ წუთას არის მხოლოდ დიალოგის რეჟიმი, სადაც რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სწორედ რომ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს იმისთვის, რომ ლეგიტიმაციის ახალი საფუძველი შეიქმნას. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პრინციპულად ვაშინგტონის პოლიტიკას ეხმიანება და სწორედ შეიძლება იმას არ ახმოვანებს, მაგრამ იმას განასახიერებს, რაც არის დღეს ოფიციალური პოზიცია. კი ბატონო, უკრაინის საკითხი მინერალებზე შეთანხმება გაფორმდა, ამას დიდი ისტორია აქვს წინ და აღარ გავიმეორებ, ყველასთვის ცნობილია. გადაყავს თუ არა სრულიად ახალ ეტაპზე ამ შეთანხმებას ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობა და დიდ სურათში უკვე რუსეთთან ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების. აქვე ვიტყვი, რომ მინერალების შეთანხმების კონტექსტში ლაპარაკია, უკვე ითქვა ამის შესახებ მედია წრეებში, მაგრამ მაინც რომ საჰაერო თავდაცვის საწინააღმდეგო სისტემები შეიძლება განლაგდეს უკრაინის ტერიტორიაზე. რაღაცნაირად მაინც დაკავშირებულია მინერალების საკითხთან, მაგრამ ამასთანავე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის უსაფრთხოებისთვის ეს ყველაფერი. რა შეგვიძლია ვთქვათ, რა ეტაპია აი ამ შეთანხმების გაფორმება ამ ურთიერთობებში? ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეთანხმება
ფუნდამენტურად განსხვავდება იმისგან, რაც იყო პირველადი შეთანხმების ეგრეთ წოდებული მონახაზი, რომელსაც ძალიან მონდომებით ცდილობდა ვაშინგტონი, რომ ზელენსკის ეღიარებინა და ხელი მოეწერა და ასევე რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, არის ის, რომ ზელენსკის ყავს წყინვალე გუნდი, რომელმაც ალბათ რაღაც მასტერკლასი აჩვენა პროფესიონალიზმის, დიპლომატიური წარმატების და ეროვნული ინტერესების ასეთი წარმატებით გატარების. ანუ ეს არის გუნდი, რომელმაც პრაქტიკულად რაღაც სრულიად კატასტროფული სურათი იყო საწყის ეტაპზე და მთლიანად სათავისოდ მოაბრუნა და მე თამამად ვამბობ ამას, მთლიანად სათავისოდ მოაბრუნა, იმიტომ რომ უსაფრთხოების პირდაპირი გარანტიების გარეშეც იქ ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ეკონომიკური, ისე ფინანსური მონაწილეობა იმხელა, რომ ეს პრაქტიკულად უტოლდება მათ ინტერესს, რომ იქ უსაფრთხოებას უფევდეს. ერთი დიდი კომპონენტი უკრაინის სასარგებლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც რა თქმა უნდა ეს ხელს აძლევს, მაგრამ ამ წუთას უკრაინა ფოკუსში ერთი დიდი კომპონენტი დაასრულა ისე რომ რაღაც უსაფრთხოების კომპონენტი შედის და პლუს ეკონომიკური თვალსაზრისით შეთანხმება არის სრულიად სხვა პირველი ვარიანტისგან. აბსოლუტურად ფუნდამენტურად განსხვავებული. ეს დილი, როგორც ამას ტრამპი ხშირად იმეორებს, შედგა უკრაინისთვის ძალიან სასარგებლო. ეს შედგა უკრაინისთვის სასარგებლოდ ძალიან კონკრეტული პირობების ნაწილში და რაც თავარია, რაც არის პოლიტიკური ქვეტექსტი ამისი თუ პოლიტიკური დეკლარაცია ამ განცხადების, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობა არის ძალიან მაღალ სტრატეგიულ დონეზე აყვანილი, რაშიც აქამდე ცოტათი ეჭვგვეპარებოდა. ამავდროულად ძალიან მკვეთრი განაცხადია რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ უკრაინას ახლა ისე აღარ ვუყურებთ, როგორც ამას რამდენიმე დღის წინ და რამდენიმე კვირის წინ ვამბობდით და რომ იცოდეთ, რომ ეს არის ახლა ფორმალიზებული ურთიერთობა, რომელშიც ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ და სადაც უკვე ჩვენი ინტერესი დევს და იქ არავის ხელს აღარ ვაფათურებინებთ. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებაა უკრაინისთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რისთვისაც უკრაინა იბრძვის იმისთვის. და ასევე შეერთებული შტატებისთვისაც მასიდღე გავიდა ტრამპის მეორევადით პრეზიდენტობის და მისთვისაც რაღაც მნიშვნელოვანი შეთანხმების დადება ასევე იყო აუცილებელი და საჭირო და ამის გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტრამპის ამბიციური გეგმა, რომ მშვიდობა იყოს უკრაინაში და ისე გადაწყვიტოს საკითხი, რომ აქ რუსეთი გამარჯვებული არ გამოვიდეს, თუმცა კითხვებია მაინც მის მიდგომასთან დაკავშირებით, ამას სჭირდება კიდევ ახალ ეტაპზე გადასვლა. ამ მინერალების შეთანხმებამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აი ამ ფართო სურათში? რას ცვლის ეს უკვე ცეცხლის შეწყვეტის ნაწილში? ზედაპირულად ეს შეთანხმება უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტასთან კავშირში არ არის. პირველ რიგში, იმიტომ რომ ასეთ პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიებს არ ითვალისწინებს და მეორე, იმიტომ რომ ეს შეთანხმება სრულიად ობიექტურად ვერ იქნება ბერკეტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს პუტინი ან ამ წუთას განიხილოს ეს სათავისო პოზიციებთან. ეს არის ამ ეტაპისთვის, ეს არის რაღაც ფორმატი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კიევს შორის ურთიერთობის ახალი ჩარჩო შექმნა და განსაზღვრა, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი მოლაპარაკებები. მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური განაცხადი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ახლა ჩვენ მოკავშირედ განვიხილავთ უკრაინას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს პოლიტიკური განაცხადი ნიშნავს იმას, ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონის ინტერესშია ახლა უფრო მეტი ბერკეტი აამუშაოს მოსკოვის წინააღმდეგ, რომ პუტინი ამ ეტაპზე დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. რა შეიძლება იყოს ეს ბერკეტები, იმიტომ რომ გვესმის ვერსიები ძირითადად მედიის დონეზე, თუმცა ბუნებრივი არსებობს წყაროები, რომელიც მედიას ამ ინფორმაციას აწვდის, ყირიმთან დაკავშირებით, სხვა რეგიონებთან დაკავშირებით, რომ აქ რაღაც შეიძლება ისეთ ტერიტორიულ დათმობებზე იყოს ლაპარაკი, რომელსაც კიევი არ დათანხმდება არც ერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ყირიმის აღიარებასთან დაკავშირებით და ზოგადად იურიდიულ სტატუსს არც სხვა რეგიონებთან დაკავშირებით. იკვეთება თუ არა, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე? რა არის შეერთებული შტატების გეგმის მონახაზი? პუტინის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს მის მეტნაკლებად მისაღები და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა კიევისთვის.
ამ ეტაპისთვის მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების დაახლოება ვერ ხდება, იმიტომ რომ ისინი პრინციპულად და ფუნდამენტურად ურთიერთგამომრიცხავია და ურთიერთგამომრიცხავია მათ შორის სწორედ იმიტომ, რომ კიევს სურს სუვერენიტეტის შენარჩუნება მთელს ტერიტორიაზე, რუსეთს სურს კიევის სუვერენიტეტის შესუსტება და ფაქტების შექმნა, რომლითაც კიევი უარს იტყვის საკუთარ თუნდაც ნაწილს ტერიტორიებისა და შემდგომ ალბათ დანარჩენ კიევზეც. ამიტომ ეს არის მოლაპარაკების საგანი, რომელიც უნდა დაიწყოს უკვე მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვჭირდება იმისთვის, რომ საერთოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ მხარეები. წინაპირობა უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა როგორც ასეთი, იმისთვის რომ საერთოდ მოლაპარაკება შედგეს და მერე განისაზღვროს, რაზე შეიძლება საუბარი და სად არის ერთის და მეორე მხარეს წითელი ხაზები. ამ ეტაპზე ვაშინგტონს სწორედ მისაღწევი ესა აქვს, ეს არის ძალიან დაბალი სტანდარტი, მაგრამ მინიმალური პირველი ნაბიჯი რაც არის ის, რომ რაღაცნაირად პუტინი აიძულოს ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს იმისთვის, რომ საერთოდ მოლაპარაკება შედგეს. ეხლა ვაშინგტონის თავდაპირველი თუ ტრამპის ამ შემთხვევაში თავდაპირველი წინადადება რაც იყო, რომ ყირიმზე უნდა უარი ითქვას, იმისთვის რომ ცეცხლის შეწყვეტაზე საერთოდ ვისაუბროთ, ეს ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ წინაპირობები დგება ცეცხლის შეწყვეტამდე, რაც ასე ვერ იქნება და ვერ წარმართება ვერანაირი მოლაპარაკება. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენი საუბრის მიწურულს მინდა რომ ერთ საკითხს შევეხოთ, ეს უკავშირდება საქართველოს და არის ძალიან მნიშვნელოვანი. სოხუმში რუსეთიდან შესრულდა პირველი ავიარეისი ეს ახალგახსნილ აეროპორტში და მას დახვდნენ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მარიონეტი გუმბა და ეს რეგულარულ სახეს მიიღებს. დავითაშვილს ჰქონდა განცხადება ამასთან დაკავშირებით და სუსის ანგარიშიც იყო სხვათა შორის ეს ნაწილი ამ აეროპორტთან დაკავშირებით, თუმცა ჟურნალისტები უსვამდნენ დღეს შეკითხვას ქართული ოცნების წარმომადგენლებს თუ რა საპასუხო ზომები შეიძლება მიიღონ. აი ასეთ სიტუაციაში ქართული ოცნება როგორც იქცევა რუსეთთან დაკავშირებით ამას ვხედავთ, მაგრამ რა იქნებოდა სწორი, როდესაც არის რეალობა, რომ მართლაც ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს და აკეთებს, ასე ვთქვათ, ასეთ ნაბიჯებს დგამს რუსეთი, ხომ? აი, მოვისმინოთ კომენტარი და შემდეგ უკვე გთხოვთ პასუხის გაცემას ამ შეკითხვაზე. პოზიცია ჩვენი არის ცალსახა და არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ საქართველო გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას აეროპორტის. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, დაფიქსირებულია ყველა დონეზე, საჯაროდაც და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამაზე სპეკულაცია საჭირო არ არის. იმართეთ რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით? ჩვენ ყოველთვის ღიად ვაფიქსირებთ ამ პოზიციას და რა თქმა უნდა, მათ შორის რუსული მხარისთვის ეს ასე გასაგებია. გასაგები არის, მაგრამ წერილობით თუ მიმართეთ ან რაღაც შეიძლება სამოქალაქო ავიაციის აგენტოს ეს გაგზავნილ და დავაზუსტებ. ეს პასუხი რაც მოვისმინეთ და რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციებში, რა იქნებოდა ეროვნული ინტერესებისთვის თავარი, როდესაც ასეთ ვითარებაში აღმოჩნდება. საქართველოს რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს სუვერენული და დამოუკიდებელი უფლებამოსილებებით, რომელიც თვითონ განსაზღვრავს თბილისის პოლიტიკას, მაშინ არსებითაც საერთოდ არ უნდა მიდიოდეს აქამდე საქმე, იმიტომ რომ საქართველოს ოფიციალური თბილისის მონაწილეობა მოლაპარაკების პროცესში რაღაც ეტაპზე მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა და საჭიროც იქნებოდა, ანუ წინაპირობა იქნებოდა, რომ რაღაც ტიპის შეთანხმება მაინც შედგეს იმისთვის, რომ ეს ფრენები უკვე იმ ეტაპზე მივიდეს, რომ რეგულარული ხასიათი მიიღოს. ჩვენ საგარეო უწყება რომ ფუნქციონირებდეს და ფუნქციონირებადი უწყება გქონდეს, მაშინ ეს უნდა იყოს ძალიან დიდი დიპლომატიური მოლაპარაკების საგანი იმისთვის, რომ დიპლომატიური წნეხი განხორციელდეს საერთაშორისო ფორმატებში, იმისთვის, რომ აქამდე საერთოდ ვერ მივიდეს საქმე. დაგმობა რასაკვირველია, ყველა შეუძლია, მაგრამ თბილისის ამოცანა ეს არ არის, მაგრამ რაც ამ პროცესმა ცალსახად გამოავლინა, არის ის, რომ თუ აქამდე ივანიშვილის რეჟიმი ამბობდა იმას, რომ პროდასწავლურ ხელისუფლებას არ აქვს რესურსი რუსეთთან საუბრის, მაშინ მათ მინიმუმ იმის საშუალება უნდა ქონდეთ, ისინი რომ თუნდაც ნაწილობრივ დამოუკიდებლები იყვნენ, იმის საშუალება მაინც უნდა ქონდეთ, რომ რუსეთთან სულ ცოტა ეს მაინც გამოივაჭრონ, რომ ასეთი უხეში დარღვევა. დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროში რაც ხდება, ამას ცოტა მოგვიანებით მოუყვებით ჩვენს მაყურებელს, როგორი წმენდა არის იქ ახალი ტალღა დაწყებული. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.